პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში მზად არის და აღჭურვილია, რათა დაუპირისპირდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკას სამხედრო ტერორის, ძლიერებისა და ძალაუფლების იმ დონეზე, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავთ. ეხლა შეგვიძლია ველოდოთ, რომ ამერიკული ძალების მასიური მობილიზაცია მთელ რეგიონში გაგრძელდება. დაიცადე. გამალვა. შენი გული შენია. შენი გული შენია. შენი გული შენია. შენი გული დაიჭირე. კარგი, ჩვენ პირდაპირ განახლებას ვიღებთ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისა და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების თხოვნების თხოვნით ის დროებით შეაჩერებს მოქმედებას. როგორც ჩანს, ტრამპი ირანელებს კიდევ ერთ შანსს აძლევს და ასევე იმედოვნებს, რომ კარგი, ბოდიში გვაცნობეს. ეხლა კიდევ ერთი განახლების შესახებ გვაცნობეს. ვიღებთ? კარგი. კარგი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ ახლა განიხილავს მასიურ თავდასხმას, რომელიც უფრო დიდი იქნება ვიდრე ოდესმე. შეერთებული შტატების მოქალაქეებს მთელ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საელჩოებმა აცნობეს, რომ დარჩნენ შენობაში და ერთი წუთით. კარგი, ეხლახან მიღებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც ჩანს, პაკისტანმა და კატარმა უკვე მიმართეს. შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმა შეაჩერონ მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ წარმოადგენენ. ასეა საქმე. ან ასე მეგონა. მოიცადე მართლა ღმერთო ჩემო ჩარლი ბრაუნი. არა, ანუ დონალდ მართლა ბატონო პრეზიდენტო. უნდა შეგახსენოთ ეს კლასიკური სცენა და მსახიობ ელი ვოლაკის ლეგენდარული სიტყვები. როცა უნდა ისროლო, ისროლე, ნუ ილაპარაკებ. ვიცი, რომ შეიძლება ცოტა გადავაჭარბე სიტუაციას იმასთან დაკავშირებით, რასაც ბოლო კვირაში რამდენიმე კვირის თვეების განმავლობაში ტრამპთან ერთად ხედავდით, მაგრამ ეს საკმაოდ სამართლიანი აღწერაა იმისა, რაც ხდება. ტრამპმა იცის მედია. როგორ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი აღქმა რეალობის მოვლენებზე ჩამოაყალიბო. და ის ოსტატურად მართავს მედიას და მის მცდელობას შექმნას ნარატივი, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა იმას, რასაც ისინი ცდილობენ მოგვაწოდონ. ისტორიული მნიშვნელობის მთავარი მოვლენებიდან დაწყებული, ებრაელების დადანაშაულებამდე თითქმის ყველაფერში, ანუ ყველაფერში, არა თითქმის, და როგორ ერგება ეს ვოკი ცხვირის დეჭდით და გენდერ ფლუიდი ადამიანების თმის ფერს. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. დავჭით ჩემთან. ადრე მithქვამს, რომ ირანელები თამაშობენ ჭადრაკს, გრძელვადიანი სტრატეგიით, ხოლო დონალდ ტრამპი თამაშობს გარიგების ხელოვნების მიხედვით. მაგრამ ის, რასაც გასულ კვირას ვხედავდით, უფრო ტენისის მატჩს ჰგავდა. აკეთიკით, აკეთიკით, აკეთიკით. ეს კიდევ უფრო გრიღრმავებს კისრის ტკივილს. გასული კვირა აღიქმებოდა როგორც მკვეთრი რხევა მასიური სამხედრო ესკალაციასა და მოულოდნელ დიპლომატიურ პაუზებს შორის, მიმდინარე მრავალთვიან კონფლიქტში. რეგიონში რამდენიმე კვირიანი მძიმე ბრძოლებისა და ირანის მხრიდან აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ძლიერი კიბერშეტევების შემდეგ, ჩანდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა საბოლოოდ დაასრულეს მასშტაბური მრავალფრონტიანი საჰაერო დაბომბვის კამპანიის დაგეგმა, რომელიც ირანის ენერგეტიკულ და სამრეწველო ცენტრებს მიზნად ისახავს. მაგრამ ოპერაციის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ მან შეაჩერა დარტყმები. მან მიზეზად დაასახელა სპარსეთის ყურის მოკავშირეების, კერძოდ საუდის არაბეთის, ყატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან გადაუდებელი დიპლომატიური ზეწოლა და მათ ეშინოდათ რეგიონის ენერგეტიკულ დერეფნებზე კატასტროფული საპასუხო დარტყმების. ტრამპმა განაცხადა, რომ უკან დაიხია, რადგან რეგიონულმა მოთამაშეებმა დაარწმუნეს, რომ გარღვევა ახლოს იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულებისა და ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმების მოლაპარაკებები განახლდებოდა. მან პირდაპირ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონს ყველა ბერკეტი აქვს და ეს მომავალი რაუნდი თეირანისთვის აბსოლუტურად ბოლო შანსია, ხელი მოაწეროს საბოლოო სავალდებულო შეთანხმებას. ირანის ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა არაჩვენეს უკან დახევის სურვილი და მაშინვე ახალი შეტევები წამოიწყეს. მართლა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი როგორც დაგეგმილი და ნავარაუდები იყო, ასე მიდის, ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის მხრიდან სიტუაციის მართვაში რაღაც არასწორად ხდება. ტრამპი შუალედურ არჩევნებს რომ გავითვალისწინოთ, კვლავაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ყველაფერში, რაც ხდება. მაგრამ ჩანს, რომ გარკვეულწილად ტრამპი სენჩურის კლდესა და უიტკოფის მყარ კედელს შორის არის გაჭედილი. თუ ასეა,
არსებობს გავრცელებული ცნობები, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის სადაზვერვო განყოფილების ოფიცერმა გასულ 4 შაბათს გაგზავნა შეთხოვინება სამხედრო ანალიტიკოსების ფართო ჯგუფისთვის, სადაც ითხოვდა ახალ იდეებს ირანთან გამკლავების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ცნობები გავრცელდა ისრაელის მედიაშიც, ძალიან გამიკვირდებირდება თუ აშშ-ის სამხედროებს იდეების შესაგროვებლად ელფოსტის გაგზავნა დასჭირდებათ. და თუ მართლაც სვამენ ესეთ კითხვებს, აი ერთი იდეა. უბრალოდ ისიამოვნეთ დილით ნაპალმის სუნით. ძალიან ადვილია მედიის მთელი ეს მოუთმენლობა რომ აგიტაცოს. მოდით შევჩერდეთ. ხრმა ჩავისუნთქოთ და გავიხსენოთ. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყოველი საქმისთვის არის დრო ცის ქვეშ. ტრამპი აძლევს კუშნერს და უითქობს საშუალებას თავიანთი საქმე აკეთო. ისინი განაგრძობენ პაკისტანისა და ყატარის შეთავაზებების განხილვას, რომლებიც უბრალოდ ირანელებისთვის დროის მოსაგებადაა განკუთვნილი. ასევე ჩანს, რომ საუდელები, თურქები და ისლამური ნახევარმთვარის ქვეყნები არ სურთ ირანის დამარცხება. უბრალოდ მისი მოთვინიერება უნდათ. მოლაპარაკების ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგეებს დააჯერო. თითქოს იმას იღებენ, რაც უნდათ, მაშინ როცა ტრამპი თავის მიზანს უახლოვდება. ჰორმუზის სრუტის ირანული გავლენისგან გაწმენდა ნიშნავს, რომ ირანს აღარ ექნება შესაძლებლობა მსოფლიო ეკონომიკას საფრთხე შეუქმნას. მედიის მოუთმენლობა ამ პროცესს უწყობს ხელს. ეს ირანს აძლევს თავდაჯერებას, რომ უპირატესობა მათ მხარესაა. რეალობა კი ისაა, რომ ეს არ არის ამერიკის უკან დახევა, არამედ სტრატეგიული მახე. ეს მახია, რომელსაც ირანი ნამდვილად ხდება, ამიტომაც ისინი მუდმივად აჭიანურებენ და გამართლებებს ეძებენ. გადამწყვეტი სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალია, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა შეერთებული შტატები და ისრაელი საბოლოო შეუვალ ულტიმატუმს წარადგენენ, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის სრულ დემონტაჟს მოითხოვს, რასაც თეირანი უარყოფს. ვაშინგტონი ამ ულტიმატუმამდე დართვმის გადადებით უზრუნველყოფს, რომ საბოლოო დართვმას მხოლოდ მას შემდეგ მიაყენებს, რაც სრულ საერთაშორისო ლეგიტიმაციას მიიღებს და ჰორმუზის სრუტეს გაათავისუფლებს და თავის საზღვაო ძალებს დომინანტურ შეტევით პოზიციებში დააყენებს, რათა ირანის ნებისმიერი საქოქმედების აპასუხოქმედება მყისიერად გაანეიტრალოს. ეს შეიძლება ისრაელის არჩევნებამდე და აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე მოხდეს. ეს იმდენად მასშტაბური იქნება, რომ არც ერთზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. შეიძლება პირიქითაც კი. ამავდროულად, სწორედ ამიტომ იკავებს ისრაელი თავს გარკვეულწილად, როგორც ჰეზბოლას, ასევე ჰამასის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა ირანელებს მივცეთ მარტივი საბაბი, რომ სოფლიო ყურადღება რეალური სამიზნიდან, ანუ მათგან გადაიტანონ. მაგრამ აშშ-ალოთ ეს ტაქტიკური მოთმინების რეჟიმი ჩვენთვის მარტივი არ არის. ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების მე-7 რაუნდი, რომელსაც ბევრი ცდილობდა სიტუაციის მოგვარება წარმოეჩინა, ისე მიმდინარეობს, როგორც ველოდით. ჰეზბოლა არ განიარაღდება, არამედ სიტუაციას საკუთარი სარგებლისთვის იყენებს. ისინი პირდაპირ მნიშვნელობით უბრალოდ იცვლიან ტანსაცმელს. სლიან ტანსაცმელს, სამხედრო სატვირთოებს, ჰუმანიტარული ფურგონებით სვლიან, რომელთაც ისლამური ჯანმრთელობის ორგანიზაციის ნიშნები აქვთ და აღჭურვილობას სრულად ფარულად გადააქვთ. აღჭურვილობა პირდაპირ ირანიდან შემოდის ალ-ალ-ტანფის გადასასვლელით, რომელიც მდებარეობს ერაყისა და სირიის საზღვარზე, როგორც ამ კვირაში ისრაელის მე-14 არხმა გაავრცელა. ისინი სამოქალაქო საწვავის სატვირთოებში ტვირთავენ თანამედროვე დრონებს, რაკეტების საბრძოლო თავებსა და ოპტიკურ ბოჭკოვან ქსელებს, ატარებენ ამ ყველაფერს საზღვარზე და პირდაპირ სამხრეთ ლიბანში გზავნიან. ამასობაში ლიბანის არმია, ის ბიჭები, რომელთაც დასავლეთი ჯადოსნურად რეგიონის კონტროლს აკისრებს, სრულად პარალიზებულია შიშით. ლიბანელი ჯარისკაცები კატეგორიულად უარს ამბობენ ჰეზბოლას სიმაგრეებში შესვლაზე, რადგან იციან, რომ კარები ნაღმებით არის დანაღმული. ასე რომ დიახ, ისრაელი თავს იკავებს, რათა ფართო სტრატეგიული მახე ირანს, თეირანს დაეხუროს. მაგრამ მოდი ნუ რომანტიზებთ ამ დაყოვნებას. დასავლეთი მოდის კალმით ხელში, იმ იმედით, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებას შეძლებს. ტერორისტი მტერი მოდის მოტყუებით, საწვავის სატვირთოებითა და დრონებით, მომდევნო ომის ფაზისთვის მზად. და ჩვენ ვიცით, საით მიდის ეს ყველაფერი და ვის დააკისრებენ საბოლოოდ ბრალს. გაზაში ახლა არაფერია განსხვავებული. ჰამასი ემუქრება, რომ მთლიანად უარს იტყვის ფორმირების პროცესში მყოფ შეთანხმებებზე. ისინი ამტკიცებენ, რომ ისრაელის უწყვეტი საჰაერო დარტყმები ხელს უშლის პროგრესს. ეხლა ისინი მხოლოდ პროგრესზე საუბრობენ. გასაოცარია. ჰამასის ტერორისტები ცდილობენ თავად მოლაპარაკება გამოიყენონ, როგორც ცოცხალი ფარი, რათა აიძულონ სამხედრო მოქმედებების შეჩერება. ეს არ იყოს საწყისი 20 პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი. ისინი სურთ, რომ ისრაელმა შეწყვიტოს მიზანმიმართული ლიკვიდაციები, რათა მათ შეძლონ ამოსუნთქვა. და ეს ზუსტად იგივე ფიქცია, რაც ჩრდილოეთის ფრონტზე ჰეზბოლასთან ხდება. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აქაც საბოლოოდ ვის დაადანაშაულებენ. თუ საუბრობთ ებრაელებისა და ისრაელის დადანაშაულებაზე, რა ხდება ესპანეთში?
როგორც ჩანს, ისრაელისთვის ეს კვირა დიდი გამარჯვებაა, რადგან ჩვენი მცდელობა ესპანეთილ ტოლვილებით აგვევსო იმ შედეგს მიაღწია, რასაც მიზნად ვისახავდით. არა, ტოლვილებით ავსება მხოლოდ საშუალებაა. ჩვენი ნამდვილი მიზანი ის არის, რომ ესპანეთის ხელისუფლება ჩაითრიოს ომის დანაშაულებში უნწეო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეხლა ვისზე შეუძლია სანჩეს მორალისტური ტონით თითის გაშვერა? ისე მარტივი აღარ არის, როცა რთულ საკითხებთან გიწევს შეჭიდება. ხომ ასეა, კომპადრე? გონება ჩლუნგმა ესპანელმა მსახიობმა ხავიერ ბარდემმა სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტები, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი და დასავლეთის ულტრამემარჯვენე ჯგუფები სარგებლობენ ესპანეთსა და მაროკოს შორის სეხოტას ანკლავის გარშემო არსებულ დაძაბულობით. ერთ-ერთ პოსტში ნათქვამია, რომ უცნობია ვინ მოაწყო კრიზისი მაროკოსა და ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავის საზღვარზე, მაგრამ ამტკიცებს, რომ ისრაელი და დასავლეთის ულტრამემარჯვენე ჯგუფები სარგებლობენ დასუსტებული, დესტაბილიზებული ესპანეთით. რა თქმა უნდა, ებრაელები ხელს უწყობენ ამას. და რა თქმა უნდა, მუსლიმთა საძმოს ტერორიზმის დამფინანსებელი მედიის ეს რუპორი კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიანიშნებს, რომ პასუხისგებელი ისრაელია. ესპანეთს სჯიან? ხო, შეიძლება იმ არალეგალ თანამშრომლებს გადაუხადეთ, იმიგრანტებს თითოეულს 7,000 შეკელი. როგორც ჩანს, მათ ბევრი კარგი გააკეთეს ისრაელისთვის. საუკეთესო ინვესტიცია, რადგან ახლა ესპანეთი გენოციდს უწყობს იმ მაროკოელებს. რაც ესპანეთში ხდება, არ უნდა იყოს გასაკვირი. ჩვენ ხედავთ დასავლური ქვეყნების დაცემას მთელ ევროპაში. ეს ბარბაროსებისა და ჰუნების შემოსევების მასშტაბისა. აშკარა პარალელებით მეოთხე და მეხუთე საუკუნეების სიტუაციასთან, რამაც ჩვენზე მოიტანა ბნელი საუკუნეები და შუა საუკუნეები. ჩვენ მხოლოდ ერთი თაობა გვაშორებს იგივე შედეგს. აქ არის ღრმა გაკვეთილი ისრაელისთვის და ყველასთვის, ვისაც გადარჩენა სურს. თქვენი ტრადიციების, მემკვიდრეობისა და ეროვნული სიმბოლოების შენარჩუნება არჩევითი არ არის. ეს არის და ყოველთვის იყო არსებობის აუცილებლობა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისრაელი და ებრაელები სასტიკად არიან მიზანში ამოღებული ეგრეთ წოდებული პროგრესისტების, მემარცხენეების თუ მემარჯვენეების მიერ, რადიკალური მემარცხენეები პატრიოტიზმს ფაშიზმად ნათლავენ, ხოლო ტრადიციას რელიგიურ იძულებად. მაგრამ ეს უბრალოდ პროგრესისტული გზაა ეროვნული თვითმკვლელობისკენ. ჩვენი ფესვები მყარად არის გადმული ებრაულ ისტორიაში. გეოგრაფიულად ჩვენი ისტორია იწყება იუდეასა და სამარიაში. ბიბლია ჩვენი უმთავრესი ებრაული კულტურული ქვაკუთხედია, ხოლო სიონიზმი ჩვენი ეროვნული პულსი. თუ ვეცდებით ამ სცენარის შეცვლას და ვითომ ვითამაშებთ როგორც ისრაელში მემარცხენეები, რომ ისრაელის არსებობის ერთადერთი მიზანი არის იყოს სანიმუშო ლიბერალური დემოკრატია, ჩვენც ზუსტად ესპანეთივით აღმოჩნდებით. ეხლა გადავიტანოთ ყურადღება იმ სიახლეებზე, რომლებიც არ ჯდება მთავარი მედიის ნარატივში. ჩვენს კარგ სიახლეთა კუთხეში, რომელიც ახლახან მოვიგონე, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ მიდის საქმეები ღაზაში. საოცარი კადრები ღაზადან ამ კვირაში. კარგი სპორტული დარბაზი. კარგი აუზი. კარგი საჭმელი. ეხლა რას გააკეთებენ თვითმართლები? როგორც ჩანს, თმის ფერს შეიცვლიან. ისფერი თმის ფერის ტრენდი, როგორც ჩანს, ოფიციალურად დასრულდა, რადგან სულ უფრო მეტ ადამიანს მოკლე მწვანეთ მიხედავთ. გაღვიძებული ტრანსგენდერი ქალების ორგანიზაცია უფრო ცნობილია როგორც OTT. ოფიციალურად მოუწოდეს წევრებს, რომ თმა მწვანედ შეიღებონ. თმის ფერი იისფერიდან მწვანეზე შეიცვალონ. უფრო და უფრო მეტი ცხვირის რგოლიანი გენდერული სლაშერი ასე იქცევა. ამიტომ ვეღარ შევძლებთ მათთვის იარლიყის მიწებებას. აღმოჩენილია, რომ იისფერი ასევე იწვევს ტვინის დაზიანებას. და ყველამ ვიცით, რამდენად მიმღები და ინკლუზიურია მწვანე. ადრე მოთმინებაზე ვსაუბრობდი, თუ როგორ აქვს ყველაფერს თავისი დრო. ეს ჩვენი რწმენის განმეორებადი თემა. ებრაული წმინდა წერილი არაერთხელ ასწავლის, რომ მოთმინება პასიურობას არ ნიშნავს. ეს არის ერთგული გამძლეობა, სწორი საქმის კეთებისას ლოდინი. ღმერთის დროზე ნდობა და შედეგების ძალით მოტანის სურვილის წინააღმდეგობა. ბევრი მონაკვეთი მოთმინებას აღწერს, როგორც სიმტკიცეს, რომლითაც ადამიანი უძლებს დაგვიანებას, სირთულეს ან გაურკვევლობას. მოლოდინი ხშირად აღიწერება როგორც არჩევანი, რომ განაგრძო ღმერთის ნდობა, მაშინაც კი როცა შედეგები დაუყოვნებლივ არ ჩანს. ეს ასე იყო აბრაამისა და სარასთვის, იაკობისთვის, იოსებისთვის და განსაკუთრებით მოსესთვის. ხალხს შეიძლება ვერ დაინახოს დაგვიანების მიზეზი, მაგრამ ღმერთი თავის დროზე აღზევებს ან იხსნის თავის დროზე და არა ჩვენი დაჩქარების სურვილის მიხედვით. დროის დაჩქარების მცდელობები ხშირად ზიანს, კონფლიქტს ან შიშს იწვევს. როგორც ჩანს საულის, დავითის და განსაკუთრებით მტკივნეულად დავითის შალომის ძის ისტორიებში. ლოდინი ებრაულ წმინდა წერილში ხშირად პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ლოდინი არ ნიშნავს მორალური ქმედებისგან თავის დანებებას. ლოდინი ნიშნავს პრინციპულობის შენარჩუნებას.
ნუ იძიებ შურს და ნუ გამოიყენებ ძალას ბრაზში. გააგრძელე ლოცვა, თაყვანისცემა, სამართლიანობა და მორჩილება, თუნდაც შვება და უყოვნებლივ არ მოდიოდეს. დარჩი ღმერთთან და არა ბრბოზზე წოლასთან, როგორც რუთის ისტორიაში. მორალური ლოგიკა ასეთია. სწრაფი მოქმედება, რომელსაც სურვილი, შური ან შიში განაპირობებს, ცხოვრებას ანგრევს, ხოლო მოთმინება განსჯას ამყარებს. იმედი გქონდეს, რომ ისტორია არ დასრულებულა მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგი ნაბიჯი არ ჩანს. ყოველთვის იწამე. მარადიულ ხალხს არასოდეს ეშინია გრძელი გზის. და სწორედ ეს იყო ყოველთვის ებრაელი ხალხის უდიდესი ძალა. მე ვარ დანიელ სიმანი. მადლობა რომ შემომიერთდით აქ გადაცემაში Straight Up JNS TV სტუდიიდან იერუსალიმში, ისრაელში. შაბათ შალომ და მომავალ კვირას ისევ გნახავთ.